ქართული ხელნაწერები ასექვია მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომლის დახურვის ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა. მაშინ მონაწილეობა 100-მდე ქართულმა და 30-მდე უცხოელმა მეცნიერებმა იყო. სიმპოზიუმის თემატიკა სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურა და თანამედროვე ტექნოლოგიები იყო. სიმპოზიუმმა ქართულ და უცხოელ მეცნიერებს საშუალება მისცა თავიანთი სამუშაოების შედეგები წარმოედგინათ. ღონისძიებაზე ყურადღება გაამახვილეს როგორც ქართულ მასალებზე, ასევე სხვა ენოვან ხელნაწერ მემკვიდრეობაზე. სიმპოზიუმის დახურვაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ დიდგორმა, ლაზარემდა უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა. კონფერენცია ეროვნული ცენტრის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიხურა. ძალიან მოხალური ვარ, რომ ერთჯერ კიდევ აქ ვარ, ერთჯერ კიდევ იყო სიმპოზიუმი ამ თემატიკით ქართული ხელნაწერი, იმიტომ რომ საქართველოსთვის გული და ძირებია, ძალიან მოხალური ვარ, როდესაც საზღვარგარეთიდან მოდიან და შეიძლება გაიგონ, როგორი მაღალი დონის საკულტურა გაქვთ. ფაქტობრივად სიმპოზიუმზე არის წარმოდგენილი ყველა ის სამეცნიერო მიმართულება, რომელიც ჩვენს ცენტრში ვითარდება და რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომელიც უკავშირდება წიგნობრობას, ზოგადად ხელნაწერ მემკვიდრეობას, საერთო წერილობით მემკვიდრეობას. ეს იყო ახალი 6-ე სამშაბათი